ამერიკულმა კომპანიამ Microsoft-მა საფრანგეთის კულტურის მინისტრთან და ადგილობრივ კომპანიასთან დაიწყო პარტნიორობა ახლად აღდგენილი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ციფრული რეპლიკის შესაქმნელად. ტექნოლოგიური გიგანტი ფრანგულ სტარტაპ კომპანიას Iconem-ს ხელოვნური ინტელექტის სფეროში მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს, რათა მათ 10,000 მაღალი გარჩევადობის ფოტოს შეერთებასა და ტაძრის რეპლიკის შექმნაში დაეხმაროს. ეს რეპლიკა საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იქნება და პროექტის ავტორების აზრით, ადამიანებისთვის ისტორიული ძეგლების დათვალიერებას გაამარტივებს. კამერები ბოძებზე გვაქვს მიმაგრებული, დრონები, რომლებითაც ათასობით და ასობით სურათს ვიღებთ და შემდეგ ვიყენებთ ალგორითმს, რომელიც ამ სურათებს წერტილ-წერტილ ამუშავებს. ეს საშუალებას გვაძლევს დავინახოთ დეტალები, რომელთა დანახვაც ძნელია ნოტრ-დამის მონახულების დროს. მაგალითად, წმინდა პეტრეს ტაძარში მოზაიკა 120 მეტრის სიმაღლეზეა. არ გვაქვს საშუალება დავინახოთ თუ რას წარმოადგენს ეს მოზაიკები და ჩვენ მიერ გამოყენებული ტექნოლოგიის წყალობით ეს უკვე შეგვიძლია. შეგვიძლია ვნახოთ მისი ყველა დეტალი. ამრიგად ეს არაჩვეულებრივი ინსტრუმენტია ძეგლის სრულად აღსაქმელად. 2023 წელს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ნოტრ-დამის მუზეუმის გახსნა დაანონსა. სწორედ ამ მუზეუმში იქნება წარმოდგენილი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ვირტუალური ასლი, რომლის დათვალიერებასაც ვიზიტორები ნებისმიერი კუთხიდან ან სიმაღლიდან შეძლებენ. Microsoft-მა და Iconem-მა მსგავს პროექტზე უკვე იმუშავა რომში წმინდა პეტრეს ტაძრის ციფრული რეპლიკის შექმნისას. 21 ივლისს საფრანგეთის კულტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ კომპანიები ამ ციფრულ შედევრს სახელმწიფოს საჩუქრად გადასცემენ. ფიქრობ, ჩვენთვის და საფრანგეთის საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ხალხსა და სახელმწიფოს ეკუთვნოდეს. ამრიგად არ ვქმნით იმას, რაც Microsoft-ის საკუთრება იქნება. რასაც დღეს ხელს მოვაწერთ, ამტკიცებს, რომ ეს ციფრული შედევრი კულტურის სამინისტროსა და საფრანგეთის სახელმწიფოს საკუთრება იქნება. ნოტრ-დამის ციფრული რეპლიკა შესაძლოა ვებგვერდებზეც გახდეს ხელმისაწვდომი მათთვის, ვინც მუზეუმის მონახულებას ფიზიკურად ვერ შეძლებს.